ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ პოლიტიკური ოპოზიცია ვერ პოულობს თავის ადგილს და ეს ნაწილობრივ შეიძლება მისი ბრალია, იმიტომ რომ რაღაცნაირად არ იცის რა გააკეთოს, ნუ გასაგებია რომ საზღვარგარეთას თუკად უნდა იმუშაოს და ეს მისი საქმეა, მაგრამ მაინც ამისთვის არ არის ოპოზიცია, ხო, ოპოზიცია საქართველოში უნდა მოქმედებდეს და ვერ ვხედავთ, რომ აი ეს რაღაც ცდელობას თუნდაც ან ძალისხმევას, რომ აი თავისი რაღაც თავი დააფუძნოს როგორც მნიშვნელოვან მოთამაშემ. ნუ ამის შეიძლება ვთქვათ პასუხისგებლობა ამაზე ნაწილობრივ თვითონ ამ მოპროტესტე საზოგადოებაზეც არის. იმიტომ რომ ამ ბოლო წლების განმავლობაში ყოველშვაში განწყობა ისეთი იყო, რომ აი პარტიები არ გვინდა და რაღაცნაირად ჩამოყალიბდა ისეთი მოსაზრება, რომ აი პარტიების გარეშე პროტესტი უფრო კარგად გამოდის, ასე ვთქვათ რა. ვიღაცას ვიღაცა არ უყვარს, ვიღაცის გამო პირიქით არ მოვა, რომ იქ მე არ ვიქნები, თუ ვიღაცა თუ გულისხმობ თუ ოპოზიციური პარტიები წარმმართველები იქნებიან პროცესის, ახლა ისე თუ ესწრებიან პროცესებს ხადი ამის ამდენი არავინ არ არის. ასე რომ თითქოს აი ეს ორმხრივი პრობლემაა, ხო? აი ხალხი არ ენდობა ოპოზიციას, ოპოზიცია პასიურია და ხალხი კიდევ უფრო არ ენდობა ოპოზიციას, იმიტომ რომ ოპოზიცია პასიურია. რაღაც თითქოს ეს თქვა. რაღაცნაირი ჯაჭვურია, ხო? ამით საზოგადოება არ არის უკმაყოფილო, რომ პოლიტიკური პარტიები რაღაცნაირად ხელს არ უშლიან პროცესში, მაგრამ თან ყველა ცალ-ცალკე რომ ითხოვ, ყველა იტყვის, რომ პოლიტიკურ პროცესში საჭიროა პარტიები, ხო? ამაზე სულ არის მუდმივი დისკუსია, აი თქვენი აქტივობაც ვნახე ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში, ხო? როდის აი რამ უნდა განაპირობოს ამ ნაკადების შეერთება, ხო? სადღაც ხომ უნდა გადაიკვეთოს ეს ინტერესები, რას აკლებს ამას პოლიტიკური პარტიების ნაწილი? ხო, ნუ პოლიტიკურ პარტიებმა როგორც მინიმუმ უნდა აჩვენონ საზოგადოებას, რომ ერთმანეთთან თანამშრომლობა შეუძლიათ, ხო? ეს ერთ-ერთი ასე ვთქვათ მიზეზია მათ მიმართ უნდობლობის, რომ გასაგები არჩევნების დროს ისინი პირველ რიგში ქართული ოცნების მოწინააღმდეგეები იყვნენ, მაგრამ ერთმანეთის კონკურენტებიც იყვნენ. ახლა ეს მომენტი აღარ არის, ახლა მხოლოდ საერთო საქმეა, მაგრამ ასე ვთქვათ ვერ ვხედავთ ვიზუალურად, რომ აი ისინი რაღაც ერთად განან, პირდაპირ არ გადაინთი აზრით, ხო, როგორც მინიმუმი რაღაც უნდა ყოველშვაში სასურველია ერთად უთხრან საზოგადოებას, აი დღეს რა უნდა გააკეთონ, რა არის მათი ფუნქცია. და ასე თითქოს აი რაღაცნაირად ისე როგორც ჩვენ ველოდებით, აბა რა მოხდება, ისინი თითქოს ისე ელოდებიან, აბა რა მოხდება.